ჩვენ ღვთის დღესასწაულებს აუნიშნავთ, ჩვენ ვიცავთ შაბათ დღეს. ჩვენ ახალ აღთქმას მივყვებით. ამას რომ ვამბობთ, ვფიქრობთ. რაოდენ ძვირფასია ეს ჭეშმარიტება, რომ ღმერთმა სიცოცხლე გაწირა და სისხლი დაღვარა, რათა თავის უსაყვარლეს შვილებს გადასცეს. ეს სულიერი შედევრია, რომელიც ღმერთმა თავის საყვარელ შვილებს მსხვერპლის ფასად გვიბოძა. ალასკის 7 თებერვალი $1,000,000 გაყიდვიდან 13 წლის შემდეგ რუსები ალბათ მიწას სცემდნენ. როცა გაიგეს, რომ იქ $300,000,000 ოქრო იყო დამარხული. მათ, ვინც ბოლომდე არ ესმის შაბათის, პასექის ან 7 დღესასწაულის სამჯერადი ღირებულება, შეიძლება იკითხონ, რაოდენ ძვირფასია შაბათის დაცვა. რამდენად ღირებულია დღესასწაულების აღნიშვნა? ამიტომ ფიქრობენ, ღმერთმა გვითხრა დავიცვათ, ამიტომ უნდა დავიცვათ. თუმცა მას გაცილებით მეტი ღირებულება აქვს. შაბათ დღეს, რომელსაც ახლა ვიცავთ, დიდი ღირებულება აქვს. დაწერილია, რის ჩაცვდომასაც ნატრობდნენ ანგელოზები. ამაზე ფიქრისას საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, რატომ ცდილობდა ღმერთი სისხლის დაღვრის ფასადაც კი მოეცა ჩვენთვის ეს ძვირფასი ჭეშმარიტება. ეს მხოლოდ ყოველ შაბათს ეკლესიაში სიარული არ უნდა იყოს. ახალ აღთქმაში ამაზე ბევრად მეტი ღირებულებაა. თუ მის ნამდვილ ღირებულებას ვერ გავიგებთ, უგულებელ ყოფთ შაბათს, საბათ, პასექს, დღესასწაულებსა და ახალ აღთქმას. ასეთი მნიშვნელოვანია, სატანა სულიერ ცდუნებას გვჩურჩულებს. თუმცა ეშმაკს ბოროტი გეგმა აქვს, რომ ჭეშმარიტება წაგვართვას. რა თქვა ღმერთმა? რა უნდა გავაკეთოთ მის მოსვლამდე? ღმერთმა თქვა, მოეჭიდეთ და ფიქრდით ალასკის გარეგნობაზე. მიწის დამუშავება შეუძლებელია. იქ ცხოვრება შეუძლებელია. ის შეიძლება უსარგებლო ჩანდეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ყველაფერი შიგნით იმალება. ასევეა შაბათი და დღესასწაულები, რომლებსაც ვიცავთ. ასევეა ახალი აღთქმის ჭეშმარიტება, რომელიც ღმერთმა გვასწავლა, როცა უკანასკნელ ჟამს მეორედ მოვიდა ხორციელად ამ მიწაზე. რაოდენ ძვირფასია, რომ წერია, ხილული დროებითია, ხოლო უხილავი საუკუნო. მისი ღირებულება მარადიული და სიტყვით აღუწერელია, არა? ბიბლია ღვთის სიტყვაა, რომელიც მხოლოდ ჭეშმარიტებას გვასწავლის. ეს ჭეშმარიტების წიგნია, ის არასდროს გვატყუებს უსარგებლოს ღირებულად წარმოჩენით.